აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 10-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემა 2 თვის განმავლობაში სამინისტროში გაიარონ პრაქტიკა და ჩაერთონ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში. გაეცნონ საჯარო სექტორში მუშაობის სპეციფიკას, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური მართვის პროცესებს. პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, საბიუჯეტო, სახაზინო და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შეხვედრა ჰქონდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებიც პრაქტიკას გაივლიან აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია მათი დაინტერესება ჩვენი სამინისტროს საქმიანობით. ვფიქრობთ, რომ ეს მოდელი ძალიან გამოადგებათ ამ პროცესებში ჩართულობა საკმაოდ კარგ თვალსაჩინოს გაუჩენს მათ საბიუჯეტო პროცესების, საფინანსო მიმართულებით, ხაზინის მუშაობის პრინციპებზე. მთლიანობაში სოხუმის უნივერსიტეტის და ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დაყოფიერია და ვფიქრობთ, რომ სტუდენტების ესეთი ჩართულობით ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად გაუხსნით კარგ საჯარო სამსახურში. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ პროექტში, რომლის საშუალებაც მომცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ვფიქრობ, მომავალში ძალიან გამომადგება. უდიდეს მადლობას ვუხდით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.